მოგვერცა თემუკა მოსულიშვილი, რაც ნიშნავს იმას, რომ გველოდება ტექნოლოგიური სიახლეები და გაგვაცნობს ის. მოგესალმებით თემუკა და გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით დილამშვიდობისა ბატონო თემუკა. ნამდვილად რამოდენიმე საინტერესო ტექნოლოგიური ამბავი მაქვს თქვენთან ერთად განსახილველი. პირველ რიგში უნდა დავიწყო რაკეტების რბოლით. მოიხსენება ცნობილი ამერიკული კომპანია SpaceX-ი, ელონ მასკის, რითიც ცნობილი გახდა ელონ მასკი. ამ კომპანიის ეს თავი მიღწევარი, რომ შეუძლიათ გაშვებული რაკეტა უკან დააბრუნონ დედამიწაზე. ისე რა თქმა უნდა, ამას არ კარგავენ, თანხაში იგებენ, შესაბამისად მთელ პროცესს აიაფებს, არის ტექნოლოგიური ინოვაცია და ასე შემდეგ. თუმცა რა თქმა უნდა, ჩინელები რისი ჩინელები არიან, დაეწიან ამ ყველაფერში. მათაც გამოუშვეს გავსი რაკეტა, რომელიც ოდნავ უფრო განსხვავებული მეთოდით დაიჭირეს. ვიდეოშიც ახლა ხედავთ, რომ ზღვაოკეანეში და ტანკერებზე დგას ეს მექანიზმი, რომელიც ბაწრებით, რა თქმა უნდა, ბაწარი არ არის, ეს რკინის არის, იჭერს ამ რაკეტას. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ნიშნავს იმასაც, რომ ჩინელები ძალიან დიდ თანხებს დაზოგავენ, როდესაც კოსმოსში გაუშვებენ რაკეტებს და ამასთან ერთად მათ აქვთ გაცხადებული მიზანი, რომ 2030 წელს უნდათ, რომ პირველი ჩინელი დასვა მთვარეზე. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი უწყობს ხელს მათ ამ 2030 წლისთვის გამოცხადებულ ამბიციებს. თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ზედაპირზე ჩანს, ჯონი. სულ ეს ვიყვებით ხოლმე ამ ისტორიებს. ჩინელებს ძალიან უნდათ, რომ ელონ მასკის Starlink-ი, ანუ ეს ინტერნეტი, რომელიც კოსმოსიდან მოეწოდება დედამიწას, მისი კონკურენტი გააკეთონ ჩინური. რადგან ძალიან სერიოზული ძალაუფლება არის, ძალიან სერიოზული ტექნოლოგია არის და აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მალე ეფექტურად და იაფად გაუშვან Starlink-ის მსგავსი ტექნოლოგია კოსმოსში და კონკურენცია გაუწიონ მასკს. რამდენად რეალური იქნება ეს კონკურენცია? რამდენად შეიძლება მაინტერესებდა მეც, რამდენად ემუქრება საფრთხე, რომ ეს ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგოს ილონ მასკს. 15 წლის წინ გეტყოდით, რომ არ ემუქრება თქო. ეხლა გეტყვით, რომ ნამდვილად ემუქრება. იმიტომ რომ ჩინელების და ის ჩინელები არიან სავარაუდოდ ამ ყველაფერს უფრო იაფად, უფრო სწრაფად და უფრო ეფექტურად მოახერხებენ ვიდრე ამერიკელები. თქო, რა პრივილეგიები აქვს აი ოკეანეში დასმას? აი შეთქვი, რომ ეს უფრო ბევრად მომგებიანია, უფრო მეტად რენტაბელურიაო. პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოება არის, ჯონი, რადგან უსაფრთხოდ ჩდება. ოკეანეში? ოკეანეში უფრო უსაფრთხოდ ჩდება იმ შემთხვევაში, თუ რამე არასწორად მოხდა. აქედან გამომდინარე, რომ ოკეანეში არის, ბუნებრივი არის, სხვა ვერაფერი მეტი ვეღარ მოხდება. დანარჩენი დიდი უპირატესობა არ აქვს. სავარაუდოდ ერთ-ერთი ისიც იქნება, რომ უფრო მობილურად შეუძლიათ ამ ყველაფერს დაეჭერათ და ისევ და ისევ უსაფრთხოებასთან მივა, რომ დედამიწაზე რამოდენიმეჯერ ელონ მასკს მაგალითად აუფეთქდა ის რაკეტა დასმისას, რაც რა თქმა უნდა, რომ პირველ რიგში რეპუტაციული ზიანი არის დაკარგულ ფულთან ერთად. კი ბატონო. წყალში შეიძლება აფეთქდეს უბრალოდ მსხვერპლი იქნება ნაკლები. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა დაზიანდება და ასე. კი ბატონო. შემდეგი ამბავი მინდა მოგიყვეთ, როგორ მოიპარა OpenAI-ის, ანუ ხელოვნური ინტელექტის კომპანიის ახალმა თანამშრომელმა Apple-ისგან წარმოების საიდუმლოებები. თავიდან ამის კითხვა რომ დავიწყე. საინტერესო ამბავია. თავიდან ამის კითხვა რომ დავიწყე, მე მგონა რომ OpenAI ChatGPT-ის კორპორაციულ დონეზე ხმარობენ და მეთქი chatbot-იდან ხوار მოიპარეს ინფორმაცია, ხوار გაჟონა ინფორმაცია, თუმცა ეგრეც არ აღმოჩნდა. ესე იგი, როგორ რაღაცა მოხდა. Apple-ი რა თქმა უნდა ძალიან დიდი კომპანიაა, ძალიან ბევრი, ძალიან ნიჭიერი და ძალიან მაგარი თანამშრომელი ყავს. როდესაც დაიწყო ეს ხელოვნური ინტელექტის რბოლა, დაიწყო კადრებზე ნადირობა, პირდაპირ ვთქვათ. რომ ნიჭიერი ხალხი გადაებირებინათ თავისგან, არანორმალურ ხელფასებს იხდიდნენ. ცალკე შეიძლება ერთი განსახილველი თემა იყოს იმ ხელა თანხებს იხდიდნენ იმისთვის, რომ ეს ხელოვნური ინტელექტის ნიჭი მოეზიდათ ერთი კომპანიიდან მეორე კომპანიაში. თუმცა როდესაც OpenAI-ი Apple-ის რამოდენიმე თანამშრომელი, საკმაოდ მაღალი რანგის თანამშრომლები, რომელიც ფიზიკურ მოწყობილობებზე იყო პასუხისმგებლები, გადაიბირეს. ეს მოხდა რამოდენიმე წლის წინ. ეხლა Apple-მა შეიტანა სარჩელი კომპანიის და კონკრეტულად ამ პიროვნების წინააღმდეგ, რომ როდესაც სამსახურიდან მიდიოდა საკმაოდ სენსიტიური ინფორმაცია, თავის თავს იმეილით გადაუგზავნა და გააყოლა ამ ახალ კომპანიაში, სადაც მიდიოდა. სხვა თანამშრომლებსაც თურმე მოუწოდებდა, რომ თქვენც იგივე ქენითო, ოღონდ რა თქმა უნდა, ფრთხილად იყავითო. ეს რა თქმა უნდა სერიოზული პრობლემა არის, ამაზე საკმაოდ დიდი სასჯელიც არის ამერიკაში, კორპორაციული ესპიონაჟი, აქედან გამომდინარე, პრობლემა არის სერიოზული. თუმცა თან რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ეს ახალი ამბავი, გარდა იმისა, რომ ეს არც თუ ისე უცნაური არის იმ მხრივ, რომ ეს ხდება ამერიკაში, კომპანიები ერთმანეთს ინფორმაციას პარავენ, ხანდახან ამაში შეამჩნევენ, ხანდახან ვერ შეამჩნევენ. აი როცა დაიწყეს მათ თანამშრომლობა, კონდათ გადასარევი ურთიერთობა, მე როგორც ვიცი. მაკეთკენ მიმყავს სასამართლო. აი გადასარევი ურთიერთობა, ალბათ რაღაც ჯენტლმენურ, გარდა ამისა სამართლებრივ საფუძვლებზე ემყარება და უღალატობის რაღაცა იმას ხრის, მაგრამ
შემდეგ მტრები აღმოჩნდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორობა სილიკონის ველზე, Apple და ChatGPT, როდესაც OpenAI, როდესაც დაძმობილდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო OpenAI-ისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ პირველი სერიოზული კომპანია იყო Apple, რომელმაც უთხრა, რომ მოდი ჩაგაინტეგრირებ ჩემს ფიზიკურ მოწყობილობებში. ეს ძალიან სერიოზული. ამან არ გამოვიდა საბოლოო ჯამში, ამაზე ბევრი გულაპარაკი აქ ეთერში მე პირადად ზოგადად ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ Apple ჩამორჩება ხელოვნური ინტელექტის ინოვაციის კუთხით, თუ შეიძლება ამ ჩამორჩენა დაარჩათ, თუმცა სხვა კომპანიებთან შედარებით ეს ნამდვილად ასე არის. მოკლედ, იყო ერთ-ერთი პირველი დაძმობილება, რომელიც თითქოს ეს ხელი-ხელ ჩაკიდებულებს უნდა და ჩვენც უნდა ჩაიკიდებინათ ხელი და ახალ ეპოქაში უნდა შეგვებიჟებინა ფეხი. თუმცა ბოლოს ესე დამთავრდა. დიდი მაგრამ. როგორც დამთავრდა. საინტერესო არის რა მოხდება, როგორ განვითარდება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი დამეგობრება და მათი პირველი ეს ინოვაცია არ გამოვიდა, რა თქმა უნდა, ეს უხეშად ვიძახი, გამოვიდა თავისი რაღაცები გამოვიდა, რაღაცები არ გამოვიდა პირდაპირ ვთქვათ. თუმცა ახალ სირიში, ანუ Apple-ის ხელოვნური ინტელექტის ასისტენტში უნდა ყოფილიყო ერთ-ერთ ოპციად, ანუ ერთ-ერთ შესაძლებლობად უნდა ყოფილიყო სწორედ OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის არჩევა. ChatGPT შეგეძლო ყოფილიყო შენი პირადი ასისტენტი ხელოვნური ინტელექტის. ამაზე რა განვითარება მოყვება და იქნება თუ არა ეს არ ვიცი. სავარაუდოდ იქნება, იმიტომ ზედმეტი თანხებზე არის საუბარი იმისთვის, რომ შეიძლება ერთ-ერთ ამბავს გადაყვნენ. თუმცა საინტერესო არის დავუკვირდეთ რა იქნება და როგორ იქნება. ნახოთ. შემდეგი ამბავი ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. ესეთი სახელი დავარქვით, ალბათ ახლა უყურებენ მაყურებლები, მალური კონტროლი ქვია. რას ნიშნავს ხა ეს მალური კონტროლი? ესე იგი, ევროკავშირმა მიიღო ესეთი კანონი, უბრალოდ ადრე მიიღო, ახლა გადააგრძელა, რომელსაც ქვია ჩატის კონტროლი. პირდაპირ რაც გესმის ეგ არის ჯონი, არაფერი განსაკუთრებული ჩატის კონტროლი. პირადი ჩატის კონტროლი. რა თქმა უნდა, რომ ეს პირდაპირ არ არის შეფუთული, რა ხარ, ჩემი და თქვენი რა ევროკავშირის მოქალაქეები ჩატის დაკითხვა უნდათ, რა თქმა უნდა, იქ სამართლებრივი პირობები უნდა არსებობდეს, თუმცა რა არის მნიშვნელოვანი? იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი უწყება ჩათვლის, რომ სასწრაფოდ არის სანახავი, რომ რაღაც ადამიანის ჩატი ასაკანონის დარღვევის მიზნით, ხო, იქნება ეს ტერორიზმი, იქნება ეს შევიწროება, მილიონი მიზეზი არსებობს, რის გამო შეიძლება ადამიანს ჩატის საკითხი მოგიწევს. შეუძლია გახსნა და ნახონ ეს ჩატი. ეს ჩვეულებრივად. აი, ჩვეულებრივად სკანირება ხდება და ჩვეულებრივად ინფორმაციის ამოღება. მოკლედ, ბევრი რო არ ჩავახუჭუჭო, ბევრი ტექნოლოგიური ტერმინი რო არ ვიხმარო, არც არის ბევრი სახმარი სინამდვილეში, ძალიან მარტივად შეუძლიათ ნახონ ნებისმიერი ევროკავშირის მოქალაქის ჩატი. ამას ძალიან დიდი წინააღმდეგობა მოყვა ევროკავშირის პარლამენტში, ევროპარლამენტში. ამის მიღება არ უნდა. აი, თავარი ამბავი, მიზანი რა იყო? მიზანი იყო, ეგ იყო მიზანი, რაც გითხარით. რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? რაღაცა თუ ხდება, რაღაცას თუ აშავებს ადამიანი, მის ჩატი წაიკითხონ, აქედან გამომდინარე და ამტკიცონ მე დანაშაული, რა თქმა უნდა, ბუნებრივია. რატო იყო ეს მნიშვნელოვანი ამბავი და რატო იყო განსაკუთრებული? იმიტომ რომ უმეტესობა ევროპარლამენტს 352-მა მისცა ამის წინააღმდეგ ხმა. თუმცა მათში რადგან ეს არ იყო ახლად მიღებული კანონი და იყო ძველი კანონის ვადის გადაგრძელება, სჭირდებოდათ კვალიფიციური უმრავლესობა, შეიძლება ეს ტერმინი მეშლებოდეს, ანუ 361 ხმა. მოკლედ აბსოლუტურ უმეტესობას ევროპარლამენტში არ უნდა ამ კანონის მიღება, თუმცა მაინც მიიღეს ეს კანონი. არ ვიცი ვინ რა სიღრმეებში მოიხმარს ინტერნეტს, თუმცა ეს ნამდვილად შეხვდებოდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ევროკავშირიდან გამომდინარე და ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ, მხოლოდ ამაზე ლაპარაკობენ. ბუნებრივია არის, იმიტომ რომ კონსპირაციებში არ უნდა გადავარდეთ, რომ ხა ეს მხოლოდ იმიტომ არის, რომ თავის საკუთარ მოქალაქეებს, ამ თუნდაც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს უთვალთვალონ. ამას რაც საკანონმდებლო ბაზა გააჩნია, რა თქმა უნდა, ხანდახან აუცილებლობაც არის, აპრობირებული მეთოდი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგალითად, სხვა ჩვენს საქართველოში არ ვიცი, მაგრამ მართლებით რა ხდება. თუმცა, ესეთი ფაქტი დაფიქსირდა, შეიძლება ცოტა შემაშფოთებელიც იყოს ვიღაცისთვის, მაგრამ უნდა ვნახოთ რა მოხდება. ნამდვილად ასეა, შემაშფოთებელი, პირადი აღარ დარჩა. აპირებენ ცოტა ხანში, ეს ერთ-ერთი ვარაუდი არის, რომ chat control 2-ის მიღებას, რომელიც იქნება უფრო ყოვლისმომცველი და უფრო დეტალური და უფრო ნაკლები ბერკეტი დასჭირდება, მაგალითად, ადგილობრივი ევროპული ქალაქის პოლიციის დეპარტამენტს იმისთვის, რომ თქვენი ჩატი დაასკანერონ და წაიკითხონ. მოკლედ, ინფორმაცია მოგაწოდეთ, ახლა თქვენ გადაწყვეტეთ. შევეშვათ. შეთქმულების თეორიები მეტნაკლებად ვიღაცისთვის დასაჯერებელი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ადამიანს ფაქტიურად დაუცველი აქვს ის პირადი ისიც. კი, ნამდვილად იმიტომ რომ ეს ყველაფერი ვიღაცა ერთ ადამიანზე მაინც იქნება დამოკიდებული. ეს ჯერ კიდე 2012 წელი იყო, შეიძლება წელი მეშლებოდეს, ედვარდ სნოუდენი ცნობილი ადამიანი არის, რომელმაც წლების წინ გამოიტანა ეს ინფორმაცია სააშკარაოზე, რომ აბსოლუტურად ყველას ჯონი, ვისაც რაიმე ტექნოლოგია, საათი გვიკეთია თუ ტელეფონი გვიჭირავს თანამედროვე ხელში, აბსოლუტურად ყველას ჩატის წაკითხვა შეუძლიათ. აბსოლუტურად ყველას ადგილმდებარეობის დადგენა არის შესაძლებელი. თუმცა უბრალოდ ზოგს ამის შესაძლებლობა აქვს, ზოგს არ აქვს. და ასევე გვაფრთხილებენ, რომ ყველა აპლიკაციას აქვს მოსასმენის საშუალება, ასე ვთქვათ, რასაც საუბრობ.
და მე ეგ რომ მახსნით სოციალურ ქსელს და იქ ჩნდება ის თემა, რაზეც თქვა ვსაუბრობთ, ეგ თემა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ხო და ჭკვიანად იყავითო გვეუბნებიან. მოკლედ, აქედან გამომდინარე, სულ მაგას ვიძახი ხოლმე მეც, რომ ძალიან ისე უნდა ვიყოთ ყურადღებით, როდესაც ჩვენ გაჯეტებთან და მოწყობილობებთან გვაქვს ურთიერთობა, რაღაც ინფორმაცია შეიძლება ჯობია თავში დავიტოვოთ ხოლმე ზოგადად. უკეთესი იქნება. მოკლედ, სტოვრობის ინსტიტუტი აგრძელებს თავის არსებობას. და ყოველთვის გააგრძელებს. ეს შემდგომში არაფერი ახალი არ არის. ის უბრალოდ და ვითარდება ტექნოლოგიურად. ახალი კარგად დავიწყებული ძელი. ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის პერიოდიდან იყო ინფორმაცია, რომ საღამოს ღამე ცოლ-ქმარ შორის საწოლში ნათქვამი დილით უკვე იწოდაო გზირმაო. კარგი, შემდეგი ამბავი. შემდეგი ამბავი არის უკაცრავად ამასაც ესეც სახელი დავარქვი საინტერესო. უკავშირის ძალა. რა მოხდა ახლა? ხელოვნური ინტელექტის ბრძოლა მიმდინარეობს სილიკონის ველზე, რა თქმა უნდა, ამის ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშე, თუმცა ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშეც ვერ დავარქვი, არის Facebook-ის მშობელი კომპანია, ნუ Meta. მოკლედ რო გითხრათ, მარკ ცუკერბერგი. სულ რაღაცებს ფაფხურობს ბატონი მარკი, რაღაცას გამოუშვებს, არ გაამართლებს. ხო, რაღაცას კიდე გამოუშვებს. ნუ მოკლედ თავის ამბავში არის. ეხლა ბოლო განახლება, რომელიც გამოუშვა Instagram-ზე. თუ საჯაროდ ხართ დათაგული ნებისმიერ ფოტოზე, ეს საქართველოში არ ხდებოდა, ჯერ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდებოდა. თუ საჯაროდ ხართ დათაგული რომელიმე ფოტოზე, მის ხელოვნური ინტელექტის მოდულს შეუძლია თქვენი ფოტოების გამოყენება, სინთეზირება, ან რაღაცის შექმნა ამითი, ან ну, ასე შექმნა ძირითადად, ხო მეტი რა უნდა გააკეთოს. ამან ბუნებრივია ძალიან სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ხალხში, რომ ანუ ნებისმიერი ადამიანის ფოტოს უნებართოდ გამოყენება შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს და ნებისმიერ პოზიციაში და ფორმაში გადასმა. თაგავს, ისიც ხო ნებართვას არ იღებს, ხო? ანუ გამოდის რომ შენგან სრულიად დამოუკიდებლად ყველა იყენებს შენს ფოტოს. ზუსტად ამაზე მისცეს სერიოზული შენიშვნა. პირველი პიონერი, ვინც ამაზე ყურადღება გაამახვილა, ეს იყო ჰოლივუდიდან გამომდინარე რამოდენიმე ორგანიზაცია, რომელსაც მათ რა თქმა უნდა თავისი პირადი ინტერესები ამოძრავებდა და იქიდან გამომდინარე რომ უამრავი მსახიობი ახალგაზრდა Instagram-ზე აქტიური არის, მათ ფოტოებს მათ ნიშნავენ ამ ფოტოებზე და ანუ მათი ფოტოების გამოყენება შეეძლო. ამაზე მანამდე წლების წინ გემახსოვრებათ ჰოლივუდ სერიოზ აქციებიც იყო დაანონსებული დიდი ხანი გაჩერდა ჰოლივუდში ფილმების გადაღება, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტთან მოკლედ ვერ დამეგობრდნენ, არ უნდა უმეტესობა მსახიობებს რომ მათი ფოტო და მათი სახე უნებართოდ იყოს გამოყენებული. ამაში ბუნებრივი ანაზღაურებათ უნდა, იმიტომ რომ ხალხი ამ ფულს ამით აკეთებს, რა თქმა უნდა, ხო ახლა ეს გასაოცარი და გასაკვირი ნამდვილად არ არის. თუმცა გარდა მსახიობებისა და გარდა ჰოლივუდისა დარწმუნებული ვარ თქვენს დამეთანხმებით, არ ჩვენთვის არ იქნება სასიამოვნო, ახლა რახან ვიღაცამ ჩემი ფოტო დადო, ავტომატურად აქვს უფლება Facebook-ს და მაგ შუქებებს რომ ეს ფოტო როგორც უნდა და წელს იმ ფოტოში ჩემი თავი. ყველაზე მარტივი მიზეზი ეგ შეიძლება იყოს. ყველაზე მარტივი. კი, თუმცა ბევრად უფრო ახლა შეიძლება დილის ეთერს არ უხდებოდეს, ისეთ ამბავში შეიძლება გამოიყენო, რაც ამდენად არასასიამოვნო იქნება. ნუ ბუნებრივია, როგორც კი ეს ამბავი ამას მოყვა, აიწია როგორც იტყვიან ეს ამბავი. მეტა გამოვიდა თქვა რომ ნუ ეს რა თქმა უნდა შეგვეშალა სიტყვით ესე თქვეს, უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ, უფრო მეტად უნდა გავანალიზოთ ჩვენი გადაწყვეტილებები, უკან გაიწვიეს, თუმცა მეტ არის ესეთი ბევრჯერ მოხდა და დარწმუნებული ვარ სახეცვლად თავიდან გამოაგორებენ ბოდიში ამ სიტყვისთვის რაღაცა მსგავს ფუნქციონალს, ასე რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ერთ რამეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ძალიან ბევრი ფუნქცია მოყვება ხოლმე ჩვენ სოციალურ მედიას თუ გაჯეტებს თუ ასე შემდეგ. შეიძლება ახლა ბევრისთვის ეს მოსაბეზრებელი იყოს, თუმცა ხანდახან 1000-ში ერთხელ მაინც ადამიანი რომ გადახედოს, ჩახედოს რა წერია, რის უფლებას აძლევს, გინდა სოციალურ მედიას, გინდა ტელეფონს, გინდა ჭკვიან საათს თუ გინდა ჭკვიან სათვალეს, შეიძლება არ იყოს ურიგო, იმიტომ რომ ეს ფუნქცია ავტომატურად ჩართული მოყვა. Instagram-ის ახალ აპდეიტს ანუ ახალ განახილებას. გამორთვა შეგვეძლო ჩვენ, უბრალოდ კაც შუმა არ იცოდო. ეგა. ხანდახან შეიძლება ამას ჩახედვა ჩვენ ეგრეთ წოდებულ ფუნქციებში. ეგრეთ წოდებულ ფუნქციებში ნებისმიერი აპლიკაციის თუ გაჯეტის ტექნოლოგიის შეიძლება სასარგებლოც იყოს მოკლედ. მართალია. ანუ ეს იყო ავტომატურად ჩართული და ამან გააგრძელა ეს შეუხსევადი პროცესია ხო? არა, მკითხა ისევ ჩართეს და ჩვენ აი მორალური ჰიგიენა ნელ-ნელა ისეთ უკანა პლანზე გადადის, რომ მე მგონი აი ცოტა ხანში აღარ იქნება. აგრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ უნდა დავიცვათ ეს ტექნოლოგიური ინოვაცია გასაგებია, ეს ხელოვნური ინტელექტის გარშემო მიმდინარე პანაცეაც გასაგებია, ამას ყველანი უყურებთ, თუმცა სად გადის სიზღვარი, ანუ ჩვენი პირადი სივრცე არ უნდა დაირღვეს, რა თქმა უნდა, ინოვაცია არ უნდა მოდიოდეს, აი ამ რაღაცა უბრალოდ ყველანაირი შექმნილი, რომ ეს ყველაფერი აკონტროლოს. არანაირი ორგანო არ არის. ჯერჯერობით არ არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგადად სამყაროში ამერიკის შეერთებულ შტატები არ არის ამაში მაინც და მაინც გამორჩეული ტექნოლოგიურ კომპანიებს
ფაქტურად გავლა რასაც უნდა იმას აკეთე ერთადერთი გაერთიანება და ტერიტორია სამყაროში რომელიც მეტნაკლებად არეგულირებს და მეტნაკლებად წინააღმდეგობას უწევს ეს არის ევროკავშირი რომელიც საკმაოდ ეფექტური საკმაოდ გაგიგიათ ძალიან დიდ ჯარიმებს აკისრებენ თუმცა რამდენად ეფექტურია ესიც სადაო არის აი აბსოლუტურად გეთახმები და შენი თქმის არ იყოს როდის გამოაგორებს კიდე ამის გამკონტროლებელი ფაქტურად აღარ არის ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ისევ ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ და არც თუ ისე სასიამოვნო ინფორმაცია მოგვაწოდეთ. AI-ის და ზოგადად ამ მიმართულების განვითარება ასე ძალიან რომ გვიხარია, ძალიან მაინტერესებს აი 10 წლის მერე, 15 წლის მერე როგორ შევაფასებთ ამ ყველაფერს. მე ყოველწლიურად ვარ ხომ სოციალურ მედიასთან. როდესაც სოციალური მედია იყო, თავიდან გვიხარო და თავის რაღაც უკუჩვენებები ქონდა, იგივე იქნება სავალოდ ხელოვნურ ტექსტს. ძალიან დიდი მადლობა, მადლობა თქვენ.